სასამართლო მიიჩნევს და მოსამ შემთხვევაში ახალი შეუჩერების საფუძვლად დაზარალებული გზის ზემოქმედების საფრთხე არის არამედ სოლის წარმოქმნილად ამიტომზე ის საფუძველს სასამართლო გამოიყენებს ყველაზე გასაგონიზება ბრალდებულების მიმართ. And there's a cello beginning to us. Take this hand and hold it tightly on my shoulder. Take a look at how the blue sheet has taken us. მუსიკოსები, უფრო ზუსტად კი ხელოვანები ციხეში. ესეც ცუდი სიზმარია, შეიძლება ზმანებაც იყოს, ან სწრაფვა თავისუფლებისკენ, ზღვისპირა ქალაქიდან. როცა შენი ქალაქის ჰორიზონტი და შავი ზღვა თვალუწვდენელ სივრცეებს გთავაზობს და თან დამოუკიდებელ საქართველოში წესიერ და პატიოსან ოჯახში დაიბადე, სანამ რეჟიმია, ალბათ შენი ადგილიც ციხეშია. დაპირისპირება მოხდა სტუდენტებს და იმ ქალბატონს შორის. ეს ალბათ მივიდა სახლში, ალბათ არა, მივიდა სახლში, ფაქტია, საიდან გაიგებდა, ხო? ალბათ მის ქმარს უთხრა ყველაფერი და ჩემს ძმას მოწერა SMS-ი. მუხარის SMS-ია, რომ შენო ქალებთანო რაღაცაო და გაგსინჯავ, ეს სრულ 100 წელი გაგსინჯავ კაცებთან რა ხარო. ენას ამოგაძრობ, შენ ნაძირალა ფაშისტო. ესეთი ტექსტი აქვს მოწერილი. და მე კი იცით მოვიდა და როცა შემოვიდა მოიყვანა ვიღაცა. და მე რაც მოხდა კადრებში არის, მაგრამ რატომღაც ამას არავინ არ აშუქებს, არ ამბობს, მანამდე რა მოხდა. თითქოს ეს სტუდენტები დახვდნენ და დაესხენ თავს. არ ყოფილა ესეთი რაღაც. ეს სტუდენტები არ არიან ის ბავშვები, რომლებიც სხვას თავს დაესხმიან. არავინ არ იცოდა არაფერი ამის შესახებ, მარტო იცოდა მამუკა. და ჩემ შულს ყავს დანანახი, ჩემი ძმა ესე მიხვდა რაღაცას და გამოეკიდა უკან. კარგად ჩანს კადრებში, ვინც დაუფიქრ, ვისაც უნდა გაიგოს, გაიგებს. ეს სამი ბავშვი საერთოდ მერე ჩამოდის, ხმას გებულობს. აი ხმა ესმით ამ ბავშვებს და იცნეს ალბათ ჩემი შვილის ხმა. ჩემი ძმა უნივერსიტეტიდან, აი ჩემს თვალწინ წაიყვანეს. აი ჩემი შვილი დააკავეს სახლში. მე ვფიქრობ, რომ გონს მოეგებიან, მაგრამ ესენი ბავშვები არიან, ამ ბავშვების გარეშე. აი დიდ სიტყვას ვიტყვი და ეს ბათუმი წარმოუდგენელია. მე ბათუმს ვამბობ და არა მარტო ხელოვნების უნივერსიტეტს. ეს ბავშვები არიან უნივერსიტეტის არ ვიცი სიცოცხლე, იმიტომ რაც ეს ბავშვები არიან დაჭერილი, უნივერსიტეტი ჩაკუდა. უნივერსიტეტში არ ისმის, არც როიალის ხმა, არც გიტარის ხმა, არც ბავშვების სიცილიც აღარ ისმის ბავშვები. მარტო ეს ჩემი შვილები არ არიან დაჭერილი, დაჭერილია ჩათვალეთ მთელი სტუდენტობა. ლექსებსაც წერს, რომელსაც მე მიმალავდა და ერთი ლექსი არის მე ხელობას ჩამიკლეს ჩემში ცხოვრებაო, ესე იწყებს. და არ ვიცი ეს ბავშვი გრძნობდა ამას წინასწარ რას უმზადებდა ბედი, არ ვიცი. ბავშვს აქვს ესეთი რაღაცა დაწერილი. არ ვიცი, ახლა თუ კი რამე სამართალი არსებობს ამ ქვეყანაზე, ეს ბავშვები უნდა იყვნენ თავისუფლები. მე ღირსეული შვილი გავზარდე და მარტო ბიძიას არ, იქ სხვაც რო ყოფილიყო, ზუსტად ვიცი რომ სხვასაც გვერდზე ამოუდგებოდა და მე ვიცი რომ დაიცავდა. მე ერთი შვილი მყავს, მეტი არავინ აღარ მყავს. ეს ერთი შვილი მყავს, ისიც ციხეში ჩამოჭიდეს. პანის მოსამართლე ლევან ყოლბაიას გადაწყვეტილებით აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 4 სტუდენტსა და მათ დეკანს მამუკა ჯორბენაძეს. ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით, ძალიან კარგი შვილია, უბრალოდ ასეთი შემთხვევა მოხდა და ძალიან განვიცდი. კადრები რომ ვნახეთ, ხო, კადრებში ვნახე, რომ ანრი ყველაზე ბოლო, ესე იგი გამოვარდა და არ ვიცი, კი, ფეხი კი ჩანს, რომ რაღაცნაირად, მაგრამ მე როგორც ვატყობ, მე ვფიქრობ, რომ მაგი პირიქით
უშველებდა, იმიტომ რომ იქ ჩანდა რომ ორი ადამიანი არის და რაღაცნაირად აშველებდა, ხო. მე ანდრის ძალიან კარგად ვიცნობ და უგრძნობ და რომ ძალიან განიცდის რომ მოხდა ასეთი სიტუაცია. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რაც აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში რომ მალე ყველაფერი მოგვარდება. გული მწყდება რომ აი ეს დრო რაც ახლა ბავშვები არიან ციხეში რომ იკარგება და რომ უნდა იყოს სხვა ადგილას და უნდა მიაღწიოს თავის იმაში რა სფეროში და პიანისტის ანდრისთვის ეს არის ახლა საშინელება, იმიტომ რომ უინსტრუმენტოდ ვერ ცხოვრობს, ვერ ხო, იმიტომ რომ ეს არის მისი ყველაფერი. პროფესორი და 4 სტუდენტიც ამ სრულიად მოულოდნელი და ლოგიკისაგან სრულიად დაცლილი პროტესტის სახეები არიან. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, უძველესი ზღვისპირა ქალაქ ბათუმიდან, სადაც პროტესტი ზუსტად ისეთი მღელვარია, როგორც დედაქალაქში. ნამდვილად არ მეგონა, რომ მოვიდოდნენ ისე, რომ გიორგი წაიყვანათ. მითხრეს, რომ აი რას ეტყვით თქვენ შვილს, სანამ წავიყვანთ. და ეს ნამდვილად იყო ჩემთვის რაღაცა სიკვდილის ტოლფასი, იმიტომ რომ ისეთი შტეის დამჩა შინაგანი განწყობა, რომ თითქოს ვემშვიდობებოდი მე ჩემს შვილს. ჩემი შვილის თვალებში რო აი ეს რაღაცნაირი უკვე შიში კი ვერ დავინახე, ამას შის ვერ დავარქმევ. ანუ გაცვიფრება უფრო ალბათ და რაღაცა გაკვირვება, რომ რაღაცა ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში იყო ადამიანი. ახალგაზრდებთან ჭიდილში ყოველთვის მარცხდება წინა თაობა და ის ვიცი რომ ახალგაზრდებთან ომი არავის არ გასულია და ეს ახალგაზრდა არის პროგრესი. ვიცი რომ იქაც ძლიერი იქნება და ვიცი ალბათ ყველაზე მეტად განიცდის ის ჩემ მდგომარეობას, იმიტომ რომ ჩვენ ალბათ რაღაცა ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც გვაქვს განსაკუთრებული დედაშვილობა. და მისთვის ჩემი ოდნავ აი მოწყენილი ყოფნის საშუალებასაც არ მაძლევს არასოდეს. აი რაღაცაზე და ძალიან პოზიტიურია. წესით ამაზე უკეთესი შურისძიებაც არ არსებობს. მოწყვიტო ახალგაზრდები პროტესტს, ოჯახს, მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და თავისუფლებას. მაგრამ როცა იცი რომ ნამდვილად მართალი ხარ, მაშინ ალბათ საკანშიც თავისუფლებაა. ეს გიორგი რო დააკავეს პირველ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და დავწერეთ რაღაცნაირად თავისუფლება გიორგის და თავის საყვარელი ადამიანების ხელმოწერები არის რომ საქართველოს დროშა ეს კი ეს ყოველთვის აქ იყო. მიტინგებზე დადიოდნენ ბებო მე სწამოვალ მეთქი და არა ბებო უარი მითხრა ხოდა ვაპირებდი იმ საღამოს გაპარვას და ვერ მოვახერე. მე რო ყოფილიყავი მეც გიორგისავით მოიქცეოდი. რას ქვია? ცემენ. თან ჩემს ლექტორს, პროფესორ კაცს. მივეშველებოდი. გიორგიზე უარის ვიზამდი. მაგრამ ამათ გააშველეს ისინი, მერე ისე მომწონს ის სცენა, ეს 4 ბიჭი, რომლებმაც ჩაახშო ეს კონფლიქტი, როგორ დაარტყეს წრე მის პროფესორს და მოკიდეს ხელი და წაიყვანეს თავის კაბინეტში. გამხნივდი გიორგი, ყველანი გელოდებით. იმედი მაქვს მალე გამოხვალ. არა მარტო შენ, შენი პროფესორი და შენი 4 მეგობარი. ყველა ბრძოლას თავისი მახასიათებელი აქვს და ალბათ ხავს ამ ბრძოლის მთავარი გმირებიც. გულანთებული, აუცილებლად გამორჩეული, განათლებული და შეუპოვარი ახალგაზრდები. მე ვამაყობ გიორგით. იმიტომ რომ ღირსეული ადამიანია, სამართლიანი ადამიანია და ვიცი რომ არ იმსახურებს იქ ყოფნას და არა მხოლოდ მე, ყველა მიცის რომ გიორგი ყოფნას არ იმსახურებს, არა მხოლოდ გიორგი, არც ერთი იქ მყოფი ადამიანი. დარწმუნებული ვარ რომ ისინი ერთმანეთს ამაგრებენ, აძლიერებენ, შემართებას აძლევენ, ვიცი რომ არიან ლაღად და კარგად და ვიცი რომ ოჯახის იმედი აქვთ და მეგობრების იმედი აქვთ. ყველაფრის სათავე ბათუმელი სტუდენტებისა და მათი ლექტორის თავგადასავალშიც ალბათ ის დიდებულებაა, რომელიც ახალი თაობის თითოეულ მოქალაქეს თანდახვება და აქამდე წარმოუდგენელ ცვლილებებსა და გარდაქმნას მოასწავებს. ბათუმი ცარიელია უთქვენო, ქალაქი გელოდებათ, ვიყვარხართ! ეს მუსიკალურად გამორჩეული სტუდენტებიც ერთგვარი ხატია, როგორ უნდა იმღერო თავისუფლებაზე, მეგობრობაზე, რწმენასა და სიყვარულზე და დარჩე თავისუფალი
მათ შორის ციხეშიც. Sadis